ჩვენ ვისაუბრეთ სხვადასხვა კონტენტის მართვის სისტემებზე, მაგრამ ვთქვით, რომ ამ თავის განმავლობაში ჩვენ განვიხილავთ და შევეხებით მხოლოდ WordPress. WordPress-ი აგებული არის backend-ის ენად გამოიყენებს PHP-ს, ასევე გამოიყენებს Apache-ის web servers და გამოიყენებს მონაცემთა ბაზა SQL-ს. SQL-ის გამოყენებისათვის ჩვენ უნდა ჩავრთოთ MySQL-ი ჩვენ ლოკალურ სერვერზე, ლოკალურ ჰოსტზე, როგორც წინაზე ვთქვით, და უნდა ჩავრთოთ Apache. ამისათვის გვჭირდება XAMPP control panel-ი, უნდა გავსვათ ჩვენს კომპიუტერებზე და დავაჭიროთ starts Apache-ს და რაც Apache ჩაერთვება, მის შემდეგ შეგვიძლია ჩავრთოთ MySQL. კი ბატონო. ორივე ჩართული არის. ეხლა შეგვიძლია რომ ბრაუზერში გადავამოწმოთ, რომ ნამდვილად ჩართული არის. ამისათვის ჩვენ გვჭირდება local host-ზე შესვლა. კი ბატონო, local host-ი ჩაეტვირთა, შეგვიძლია php-myadmin-ის განვიხილოთ. php-myadmin-ი ჩართული არის, შეგვიძლია ვნახოთ ინტერფეისზე, რომ სერვერი აქტიური არის, ლოკალური სერვერი 127 უბრალოდ .0.0.1. ხო, ეს არის ჩვენი მონაცემთა ბაზები. Easy Holidays-ი მქონდა მე შექმნილი, თქვენ შეიძლება სხვა მონაცემთა ბაზა გქონდათ შექმნილი, ასევე არის test მონაცემთა ბაზა. ეხლა ჩვენ WordPress-ის დასაინსტალირებლად გვჭირდება ახალი მონაცემთა ბაზის შექმნა. ახალი მონაცემთა ბაზისათვის უნდა დავაჭიროთ news და ავირჩიოთ მონაცემთა ბაზის სახელი. დავწეროთ მაგალითად რომ ეს არის WordPress-ი, სახელად დავაწეროთ მონაცემთა ბაზას WordPress-ი და UTF-8 იყოს როგორც არის მოცემული ისე და დავაჭიროთ create. მონაცემთა ბაზა უკვე შეიქმნა, სხვა მეტი არაფერი არ გვჭირდება, აქ ეხლა რაც გვჭირდება არის შემდეგ. XAMPP-ში HTDocs სახაღალდეში მქონდა პროექტი Web Development. სადაც შეგვეძლო გაგვეშვა PHP სკრიპტები, PHP დოკუმენტები და შეგვეძლო CRUD ოპერაციების განხორციელება. ეხლა რაც გვჭირდება არის ის, რომ HTDocs-ში უნდა შევქმნათ სახაღალდე, სადაც ჩვენ შემდეგ ავტვირთავთ და განვათავსებთ ჩვენ CMS სისტემას, ანუ WordPress-ის სისტემას. ამისათვის ჯერ შევქმნათ სახაღალდე. დავაწეროთ WordPress-ი მაგალითად. და აი ამ სახაღალდეში ჩვენ უნდა განვათავსოთ ეხლა WordPress-ის CMS სისტემა. WordPress-ის CMS სისტემის გადმოსაწერად, ესე იგი, პროცესი არის ესეთი, რომ ჩვენ უნდა გადმოვწეროთ WordPress-ის CMS სისტემა, ჩვენ ხედავთ რომ არის ქართულ ენაზე, რა თქმა უნდა, WordPress-ი. და ჯერ უნდა გადმოწეროთ ჩვენ კომპიუტერებში და გადმოწერის შემდეგ უნდა განვათავსოთ მასში არსებული ყველა ფაილი ჩვენ HTDocs სახაღალდეში WordPress-ში. აი აქ უნდა განვათავსოთ გადმოწერილი დოკუმენტები. დავაჭიროთ get WordPress. ამ შემთხვევაში ბოლო ვერსია არის WordPress 6.7.1 და რეკომენდირებული არის PHP ვერსია 7.4 და ზემოთ და MySQL-ის ვერსია 8.0-ის ზემოთ. ან თუ MariaDB გვაქვს, ამ შემთხვევაში 10.5 და ზემოთ. კი ბატონო, თქვენ შეგიძლიათ რომ გადაამოწმოთ, ეს მონაცემები შეგვიძლია გადავამოწმოთ php-myadmin-შიც. აი აქ არის ყველა ინფორმაცია აბსოლუტურად. აი MariaDB-ის სერვერის ვერსია, ასევე PHP-ის ვერსია. კი ბატონო. ეხლა ჩვენ ის გადაგვჩენია რომ გადმოვწეროთ, დავაჭიროთ download Relax და გადმოწერაც დაიწყო. ჩვენ ასევე გვაქვს საინსტალაციო გაიდი, სადაც აღწერილი არის თუ როგორ უნდა დავაინსტალიროთ WordPress-ი ჩვენს სერვერებზე. კი ბატონო, დაველოდოთ გადმოწერას და აქვე გეტყვით იმას, რომ
WordPress-ის დაინსტალირება შეგვიძლია როგორც ლოკალურ სერვერზე, ასევე გლობალურ სერვერზე, თუ კი ჩვენ მეაქირავები გვაქვს ესე რომ ვთქვათ გლობალური სერვერი. ანუ ჰოსტინგი თუ გვაქვს ჩვენ მეაქირავები შეგვიძლია რომ იქაც პირდაპირ განვათავსოთ ჩვენ WordPress CMS სისტემა. გადმოწერის შემდეგ ჩვენ შეგვიძლია გავხსნათ ჩვენი გადმოწერილი ფაილი, იქნება zip ფორმატში და ჩვენ უნდა მოვახდინოთ მისი გადმოტანა ჩვენ HTDocs სახაღალდეში. მოვნიშნოთ ყველა დოკუმენტი, რაც არის ამ სახაღალდეში და HTDocs-ში, WordPress-ში მოვახდინოთ მისი გადმოტანა. დავაჭიროთ copy და აქ დავაჭიროთ paste და დაველოდოთ მის განმოტანას. გადმოტანის შემდეგ ჩვენ შეგვიძლია შევამოწმოთ თუ ნამდვილად არის თუ არა ყველაფერი სწორად გაკეთებული. ესე იგი ჩვენ საბოლოოდ მივიღეთ WordPress-ის სახაღალდე HTDocs-ში. ნახეთ, აი HTDocs-ში გვაქვს WordPress-ის სახაღალდე და მასში განთავსებული არის ის ფაილები, რაც ახლა გადმოვწერეთ WordPress-იდან და შემდეგ გადმოვიტანეთ აი ამ სახაღალდეში. აქ არის რამდენიმე ფაილი, ანუ უმეტესად PHP ფაილები არის CSS ფაილები, არის HTML ფაილები და სხვა ფაილები არის, სხვა სახაღალდეებიც არის, რომლებსაც შემდეგ განვიხილავთ სხვა ვიდეოში. ახლა კი მივყვეთ საინსტალაციო პროცესს და გადავიდეთ, ასე რომ ვთქვათ, ლინკზე, local host-ს დავხუროთ, აღარ გვჭირდება WordPress-ი. ჩვენ local host-ზე გვაქვს სტანდარტული გვერდი, ასევე გვქონდა web development-ი, სადაც ჩვენ, ესე რომ ვთქვათ, პროექტს ვახორციელებდით. და ეხლა ჩვენ, ნახეთ, რადგან სახაღალდე არის web development-ი ცალკე იყო, ეხლა WordPress სახაღალდე გვაქვს. აი აქ ჩავწეროთ მისამართში localhost-ის შემდეგ, ან დახრილი ხაზი და WordPress. გადავიდეთ და დაველოდოთ. კი ბატონო, ჩვენ უკვე ვიმყოფებით, ესე რომ ვთქვათ, საინსტალაციო გვერდზე, WordPress-ის საინსტალაციო გვერდზე, რომელიც ახლა ამჟამად ჩვენ ლოკალურ სერვერზე ხდება. შეგვიძლია ავირჩიოთ ენები, მე სტანდარტულად ყოველთვის ინგლისურ ენას ვირჩევ, არის ასევე თუ არ ვცდები ქართული ენაც, აი კი ბატონო, ქართულადაც შეგვიძლია რომ დავაყენოთ WordPress-ის საინსტალაციო, მივყვეთ ქართულად, მაგრამ მე სტანდარტულად ინგლისური, რა პროგრამირების ენა არის ინგლისური ენა, ამიტომ ინგლისურად მივყვეთ საინსტალაციოს. კი ბატონო, დავაჭიროთ continuous. ეხლა გვჭირდება 5 მონაცემი. ეს 5 მონაცემი არის. მონაცემთა ბაზის სახელი, მონაცემთა ბაზაში შესასვლელი username, paroli, ეს გვჭირდება host-ი, თუ რომელ host-ი არის განთავსებული, მისამართი, ესე რომ ვთქვათ, თუ ლოკალური სერვერი არის, local host-ი არის, თუ სხვა მისამართი სერვერს, სხვა მისამართი უნდა ჩავწეროთ, ჩვენ ხართ local host-ს განვიხილავთ. და ცხრილის პრეფიქსი. დავიწყოთ დაინსტალირება. ესე იგი, მონაცემთა ბაზის სახელი, აი აქ უნდა ჩავწეროთ ახლა თვითონ ბაზის სახელი რაც არის, ეს არის WordPress. ნახეთ, აი PHP-admin-ში რასაც გვიჩვენებს, ხო? WordPress. ეხლა username-ში ჩვენ გვაქვს, ესე რომ ვთქვათ, სერვერზე. ჩვენ განვიხილეთ username-ის შესახებ backend-ის ვიდეოებში, როდესაც PHP-admin-ი დავაყენეთ და MySQL მონაცემთა ბაზა შევქმნით, აი იქ ჩვენ ვთქვით, რომ სტანდარტული username local host-ზე არის root, paroli არ გვაქვს დაყენებული, ჩვენ შეგვიძლია რომ დავაყენოთ ასევე local host-ზე, local server-ზე paroli, მაგრამ სტანდარტულად დაყენებული, ესე რომ ვთქვათ, მონაცემთა ბაზას სტანდარტულად paroli არ აქვს.
დავტოვოთ ამიტომ ცარიელი და შემდეგ უნდა ავირჩიოთ database host. Database host ანუ მონაცემთა ბაზის host-ი, ანუ მისამართი ამ შემთხვევაში რადგან ლოკალური არის და ჩვენ კომპიუტერებზე ვაკეთებთ და აქ გვაქვს გაშვებული ჩვენ app-ში, ამ შემთხვევაში უნდა დავტოვოთ აქ local host. და ცხრილის პრეფიქსი. დავაჭიროთ ახლა submit და დაველოდოთ. კი ბატონო, ყველაფერი კარგად გამოიყურება და ჩვენ შეგვიძლია უკვე დავიწყოთ ინსტალაცია. ანუ ახლა რა მოხდა? საინსტალაციო ესე რა ვთქვათ, ფაილებს მიეცათ სრული წვდომა მონაცემთა ბაზასთან, გადაამოწმა ესე რა ვთქვათ WordPress-მა, რომ ამ მონაცემთა ბაზაში ქონდა თუ არა მას სრული წვდომა. შეამოწმა და აი აქ ჩვენ ხედავთ უკვე რომ ესე რა ვთქვათ ეს შემოწმების პროცესი წარმატებით ჩაიარა და ესე რა ვთქვათ აქვს უკვე სრული წვდომა მონაცემთა ბაზასთან. აი ამ ბაზასთან, WordPress-თან. ეხლა კიდე გადავამოწმოთ, სანამ დავაინსტალირებთ, რომ მონაცემთა ბაზა არის ცარიელი და როდესაც დავიწყებთ ჩვენ ინსტალაციას, შეგვიძლია ასევე როგორც პროცესში, ასევე დასრულების შემდეგაც ნახოთ თუ რა მოხდება იქ მონაცემთა ბაზაში. ეხლა რაც გვჭირდება, ჩვენ უნდა შევქმნათ, ესე რა ვთქვათ, site title, ანუ სათაური უნდა მივცეთ ჩვენს website-ს. მოდით ახლა ესე გავაკეთოთ, რომ რადგან იქ Easy Holidays-ი მქონდა გაკეთებული მონაცემთა ბაზა, ესე ვთქვათ, პროექტი, აქაც შეგვიძლია რომ დავწეროთ იგივე, მაგრამ ნუ ახლა თქვენ შემთხვევაში შეიძლება რომ გსურდეთ პერსონალური ბლოგის გაკეთება. ამიტომ გავაკეთოთ პერსონალური ბლოგი და დავაწეროთ აი აქ, შეგვიძლია ქართულად დავაწეროთ ჩემი პერსონალური ბლოგი. ან ჩემი, ესე რა ვთქვათ, ვებ საიტი. ეხლა უნდა შევქმნათ username უნდა იყოს ლათინურად აუცილებლად. შეგვიძლია ჩავწეროთ ჩვენი სახელები, ამ შემთხვევაში მე ჩემს სახელს ჩავწერ, ეს იყოს ემზარი. პაროლი, რომელიც სტანდარტულად შემოგთავაზა, ესე რა ვთქვათ, WordPress-ის საინსტალაციო. შეგვიძლია დავთანხმდეთ ამ პაროლს, რომელიც დაგენერირებული სიმბოლოების მიმდევრობა არის. შეგვიძლია notepad-ი გავხსნათ და იქ ჩავწეროთ ჩვენი პაროლი, რო არ დაგვავიწყდეს და ასევე ჩავწეროთ ჩვენი username-ი. კი ბატონო, username-ი და პაროლი. ეხლა შეგვიძლია რომ ჩვენი email-ი ჩავწეროთ აქ. შეგვიძლია ავიციოთ ჩვენი email-ი და შემდეგ კარგად გადავამოწმოთ ჩვენი email-ი, თუ რა ჩავწერეთ. და ხო, და ბოლოს შეგვიძლია რომ ესე რა ვთქვათ, ავირჩიოთ ეს ღილაკი, რომელიც სანამ ესე რა ვთქვათ, ჩვენ არ ვეტყვით WordPress-ის მოკლედ სისტემას, რომ ჩვენი საიტის ინდექსირება მოხდეს. ახლა რადგან ჩვენ ლოკალურ ჰოსტზე ვაინსტალირებთ, სულ ერთი არის აქ რას ავირჩევთ, მაგრამ როდესაც ჩვენ უკვე ესე რა ვთქვათ, ჰოსტინგზე გავაკეთებთ ესე რა ვთქვათ, საინსტალაციოს, ამ შემთხვევაში აუცილებლად თუ გვინდა რომ Google-ში გამოჩნდეს ჩვენი ვებსაიტი, ამ შემთხვევაში უნდა დავტოვოთ ცარიელი. თუ არ გსურთ რომ Google-ში გამოჩნდეს და ცოტა ხანი, ესე რა ვთქვათ, სანამ საიტის დავასრულებთ, შეგვიძლია დავმალოთ, მოვნიშნოთ ესე და დავაჭიროთ install WordPress. დაველოდოთ, ეხლა უკვე მიმდინარეობს საინსტალაციო. კი ბატონო, უკვე შეგვიძლია რომ WordPress-ი გამოვიყენოთ, დაინსტალირებული არის ჩვენ სისტემაზე, web server-ზე, ლოკალურ web server-ზე უბრალოდ და ეხლა ჩავტვირთოთ თავიდან ჩვენი მონაცემთა ბაზა PHP-MyAdmin-ში და ვნახოთ აი ეს ცარიელი WordPress მონაცემთა ბაზა თუ როგორ შევისო ინფორმაციით. კი ბატონო, ეხლა ჩვენ ვხედავთ, აი
გვაქვს 12 ცხრილი, სტანდარტული ცხრილი, რომელიც WordPress-მა დააგნერირა და მოკლედ ამ ცხრილებს ჩვენ განვიხილავთ ასევე ტექნიკურ ნაწილში. ეხლა მთავარი არის ის, ამ ვიდეოში გავაკეთოთ ის, რომ შევიდეთ მოკლედ ჩვენს დაინსტალირებულ სისტემაში. აი აქ გვაქვს ჩვენ ღილაკი login, შეგვიძლია დავაჭიროთ და username-ში და parole-ში უნდა მოვახდინოთ ჩვენი მონაცემების ჩაწერა. კი ბატონო, username იყო ემზარი, parole აქ გვაქვს. შეგვიძლია ასევე ვნახოთ, გადავამოწმოთ, კი ბატონო. და დავაწვეთ ღილაკს login. კი ბატონო. ჩვენ უკვე დავაინსტალირეთ WordPress-ის CMS-ი ჩვენს ლოკალურ web server-ზე, Apache-ის web server-ზე და ყველაფერმა იდეალურად ჩაიარა. ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა ასევე ვნახოთ სტანდარტული გვერდი, რომელიც WordPress-მა შეგვიქმნა, ეს არის visit site, შეგვიძლია დავაჭიროთ აი აქ. და აი ნახეთ localhost-ი და შემდეგ დახრილი ხაზი WordPress-ი, ანუ ჩატვირთა აი ეს საქაღალდე ჩატვირთა ჩვენმა, ესე რომ ვთქვათ, WordPress-ის admin dashboard-მა და მოკლედ ეს არის ჩვენი სტანდარტული ვებსაიტი. ეხლა არაფერი არ გვაქვს აქ ინფორმაცია. ეს არის სტანდარტული საინსტალაციო. ეხლა კი უნდა შევუდგეთ აი ამ გვერდის მშენებლობას. ანუ ამ CMS სისტემაზე შეგვიძლია რომ შევქნათ ჩვენი კონტენტი და აბსოლუტურად ყველანაირი მოდიფიცირება გავუკეთოთ ჩვენ ვებსაიტს. ამაზე კი მომდევნო ვიდეოებში ვისაუბრებთ.